დღეს გვაქვს 10 ცალი პაწუკა ამანათები. ეს მეორე ნაწილია პაწუკების, ერთი პაწუკები გავხსენი უკვე და კაი რაღაცები ამოვიდა. და ვნახოთ, ახლა არის მეორე პაწუკები, ზუსტად 10 ცალი იყო და ვნახოთ რეები ამოვა. ახლა გადავინასლოთ, ცოტა აქეთ გადავწევ ყველას და ნელ-ნელა გავხსნით. ველაზე პაწუკად დავიწყოთ გახსნა. Powerbank-ი, ეგრევე აწერია, 20,000-იანი. მოდი გავხსნათ კიდევ და ვნახოთ ვიზუალურად როგორია. ახატია როგორიცაა, მაგრამ მაინც ვნახოთ. ესე გამოიყურება. რა კაი powerbank-ია. USB აქვს, 2 ცალი შესაძლებელი, Type-C აქვს, ძველი micro USB აქვს და აქ აქვს რამოდენიმე თავი. ნახეთ, ყველანაირი ძველი iPhone-ი, Type-C. კაი რამეა. 20,000-იანი აწერია, 20,000-იანი ხანაგად ჩაატიეს, არ ვიცი. შეიძლება მარკეტინგული ხრიკია, მაგრამ კაია. მე powerbank-ები ძალიან ბევრი მაქვს. შესაბამისად, ესეც ჩემს საიტზე დაიდება გასაყიდად. ხო, ეს იმათთვის, ვის პირველად მიყურავთ, საიტი არსებობს სპეციალური დაკარგული ამანათები.g. ესე ქვია, შეგიძლიათ იპოვოთ, შეხვიდეთ და ის ნივთები, რომლებიც ჩემთვის არ დავიტოვე და მე არ მომეწონა, ან მქონდა, ან ადგილი არ მქონდა სახში, ნუ ბევრი მიზეზი შეიძლება იყოს, იმ ნივთებს ვყიდი. საიტზე გადახვალთ, ჩვეულებრივად ჩამონათვალი არის, ნივთების კატალოგი ქვია, დაათვალიერებთ იქ და საიტზევე შეგიძლიათ შეკვეთა გააფორმოთ. შესავსებია სპეციალური ველები, გამოაგზავნით შეკვეთას, მე მიუვა ოპერატორს, ოპერატორი დაიკავშირდებათ და თბილისის მასშტაბით უფასოა მიწოდება. რეგიონებში ოპერატორს დაელაპარაკეთ, რომელ რეგიონში მოყოფით გააჩნია. ასევე შეგიძლიათ რომელ პლატფორმაზე უყურებთ ამ ვიდეოს, იმ პლატფორმაზე დააწეროთ კომენტარი, როცა და ეს ნივთი გნებავთ, გამოგეხმაურებით მე ან ჩემი ოპერატორი და იგივე პროცედურებს გაიგეთ. ეს სავარაუდოდ 99%-ით წავა გასაყიდ ნივთებში. საიტზე შეგიძლიათ შეამოწმოთ, შეგიძლიათ კომენტარით დამიწეროთ. გადავედით შემდეგ ნივთზე. ამაში გაიქნება. ამაში არის ჩვეულებრივი ყუთი. ეს მე მგონი ვიცი რაც არის, ადრე ამომივიდა მსგავსი. ოღონდ ეხა უკეთესი ამოვიდა. ეს რა არის? ესეთი რაღაცაა, რაღაც დეტექტორია. აქ სენსორი აქვს. ესე იგი, ეს არის სენსორი, რომელიც ამოიცნობს ელექტროკაბელებს, კინას, არმატურას და ასევე ხესაც. ანუ კედლის შიგნით, ანუ კედელს უნდა მიადოთ ესე. ესე მიადებ კედელს და შიგნით გაყვანილობა თუ არის, რომ მაგალითად რაღაცის დაკიდება თუ გინდა, მაინც კაბელი გვაჩახახნოთ, მაგრამ დაგახკას, არ გააფუჭო გაყვანილობა. ამის ამოცნობი არის. მულტიფუნქციონალური. აქ აწერია კიდევაც, შეგიძლია მეტალზე გადაიყვანო და შეგიძლია ხეზე გადაიყვანო. კიდე AC არის ტენიანობაზე ტემპერატურასაც ამოწმებს. ძალიან კაი რაღაცაა და გვერდზე რაღაც კნოპკა. გვერდზე კნოპკა აქვს, რომ მიადებ დააჭერ და თავისი ელემენტის მოყვა, ეს ელემენტი სავარაუდოდ არ იტენება, მე უნდა შეიძინოთ მსგავსი ესო დაჯდება. ძალიან კაი რაღაცაა, ვისაც რაიმეს დაკიდება უნდა სახში, თაროების, ტელევიზორის და კედელში არის ის გაყვანილობა სადა აქვს. ამითი გაარკვევს, რომ ზუსტად ის გაყვანილობა არ გახურდოს. ძალიან მაგარი რაღაცაა. ესეც სავარაუდოდ გასაყიდ ნივთებში წავა, იმიტომ რომ არ მგონია ეს ოდესმე დამჭირდეს. გავხსნათ შემდეგი ამანათი. მე მგონი Bluetooth დინამიკია. ესე გამოიყურება. ყველაზე გამოუსწორი რაღაცა არის, ამას არც გავყიდი არაფერი, საერთოდ გადავაგდებ, იმიტომ რომ არაფერი არ მოყვა, არც დამტენი, საერთოდ არაფერი არ მოყვა. ეს პირდაპირ ალბათ ნაგავში გადასაგდები ნივთი არის. ყველაზე ბანზი ამანათი ჩემი ამანათების ისტორიაში. სანამ შემდეგ ამანათს გავხსნიდე, შეგახსენებთ, რომ ჩემი ვიდეოების მხარდამჭერი და ჩემი კონტენტის მხარდამჭერი არის Georgian Time, ამანათების გადაზიდვის კომპანია, რომელიც მეხმარება პოლონეთიდან ჩამოვიტანო ეს ამანათები. მოდი ვნახოთ შემდეგი. პაწაწკინტელაა, როგორც ყველა. ამაში ორი ყუთი დევს. ძალიან მომეწონება თუ ორივე ესეიგივე იქნება. რა აწერია? LED ლამპაო აწერია. აბა ვნახოთ როგორი LED ლამპა. გავხსნელები არის თავის შეფუთვებში. ერთ ცალს გავხსნი და შევამოწმებ მოდელების დასახელება იგივეა ყველაფერი. ესე იგი ერთში გასდევს, მეორეშიც ისდევს. ვნახოთ აბა რა არის. იმედი მაქვს ეს მაინც კაი რაღაცაა, თორე ის ძალიან მეწყინა. პარკის გახება მომიწევს რა თქმა უნდა. ესეც კედლის სანათია, როგორც მივხვდი. აქეთ მაღლა დაბლიდან ანათებს. ამითი მაგდება კედელზე და მაღლა დაბლა დეკორატიულია რა. მაღლა დაბლა ანათებს და ოღონდ იმაზე ერთდება, რა ქვია, დენის ყაროზე უნდა შეერთოთ, ორი ცალი შემაერთებელია. კაი რაღაცაა, თავისი შუღუპების მოყვება კედელზე მიაერთო. ესეთი ამოვიდა 2 ცალი და ესეც დაიდება ჩემს საიტზე. დაკარგული ამანათები.g. შემდეგი, ეს რაღაც აღსტანდარტული ყუთია, რაღაც სათამაშოს ყუთს გავს, სათამაშოები ვიდეოს ხომ შეგით იმას გავს. ნახოთ აბა. ერთხელ ამოვიდა სათამაშო, რაღაც იდიოტობა იყო. მე კიდე სათამაშო ამოვიდა. ძალიან საყვარელი რაღაც დეკორატიული პატარა დრაკონებს გავს. ესეთი რაღაცებია. ძალიან საყვარლობაა. ესეც გაუხსნელი არის. მე უნდა გავხსნო ახლა. აბა ვნახოთ. შტებსთან თანწდომა არა, მაგრამ ვერ ჩავთავ, მაგრამ ვიზუალზე მაინც ვნახავ როგორი არის. ელემენტები უნდა.
აი ესეთი პატარა დრაკონები არის, აქ ელემენტი ჩადებთ და ეს დრაკონები ანათებს დავაგავდოთ. ნახეთ რა ლამაზია. გასაყოლები არიან. ესეც წავა ჩემს საიტზე გასაყიდად. ელემენტებიც არ მაქვს, ეხლა ჩავდო და გავტესტო. ნახეთ ძალიან კაი რაღაცა. ესეც შეგიძლიათ შეამოწმოთ საიტზე ვიდეოს დადებიდან, სანამ ვიდეო დაიდება ხოლმე, მანამდე საიტზე ავტვირთო ხოლმე ამ ყველაფერს უკვე. საიტიდან შეგიძლიათ შეიძინოთ, შეგიძლიათ კომენტარის დამიწევა და გამოგეხმაურებით ვინმე. აჰა, ცოტა დავაპატარავეთ ამ ანათები. ნახოთ აბა შემდეგში რა იქნება. რა შეიძლება იდოს შემდეგში. ვაიმე, ძალიან საყვარელი ამანათები, პატარები, იმიტომ მიყვარს, რომ ძალიან საყვარელი რაღაცები ამოდის. ეს არის საათი, რომელსაც რობოტის სახე აქვს. საბავშვო ვაწერია, მაგრამ ეს დიდი სიამოვნებით მოვიხმარდი ამას. ძალიან საყვარელი რაღაცა არის. აი ესეთია, ნახეთ, თავის პარკი აქვს ეს. აი ესეთი არის და საათია. ძალიან ბევრი კნოპკა აქვს, ალბათ ეს ჩართვა. ყურიდან იტენება, მაგრამ ჩართვა რომელია არ ვიცი. თუ პირველად იყენებო, ძალიან გთხოვო, რომ ისო შეაერთო, დატენო და მე მოიხმარო, ანუ დამჯდარი იქნება. აი ესეთია, ნახეთ, ეს საყვარელი. და მე ესეთი ღიმილები და რაღაცეები აქვს ზემოდან. ანუ ეს მოწყენილიც შეუძლია იყოს და არა მოწყენილიც. თავისი USB-ს მოყვება, სხვა შორის ძალიან კაი ხარისხის USB მოყვება. ესეთი კაი ხარისხის USB კაი ხანია არ მინახავს აი ესეთ რაღაცეებში. და მოყვება თელი წიგნი, ერთი დიდი წიგნი მოყვება, თუ როგორ მოვიხმაროთ, იმიტომ რომ ბევრი ფუნქცია აქვს, რომ იძახიან. ელემენტი რამდენი პროცენტზეა აქ ეწერება თურმე. მეგონი ხმებსაც გამოვსებს, რაღაცა ხმები აქვს თავისი. შემდეგი დაგვრჩა 4 ამანათი, მოდი ავიღოთ არასტანდარტული უფორმო ამანათი და გავხსნათ ეს. ამაში რამოდენიმე ნივთი დებს, თუ სწორად 2 ნივთი. ერთ ჩიდევს სათვალე. გავხსნი ახლა და განახებთ, აი, გამეხა. შეფუთვა გამეხა სამწუხაროდ. ეს სათვალეს კი რატომ მოყვა? ой, გაუცნობი სათვალეა, ნახეთ. თუ ესეთი სათვალე აუ, რა კაი ფერია. აუ, ძალიან კაი ფერია, დამამშვიდა დედას მისა ყველაფერს ხედავ, ეხა სტაფილოს ფერად. ამას მე დავიტოვებ უეჭველი. და არავინ არ დამცინოს, მე ქუჩაში ამითი რომ დამინახოს ხოლმე. ეს რაღაცები მოყვა, ალბათ შემოსაკიდებელია. ისე დამაწყნა რა, ეხლა ისე დამამშვიდა, განათებები რომ მიტყავს წინიდან. რომ აი რაღაც სასწაული ძალიან მაგარი ფერი აქვს. აი მიხვდებით კიდევ ახალს მომიტან, აი ამ ფერად ხედავ ყველაფერს. ძალიან კაია, ძალიან მომეწონა. ამას ვიტოვებ მე. მაგრამ მეორე რაღაცაც იდო. მეორე რაღაცაც იდო, ტანსაც მეზგავს და ვნახოთ, აბა. ეს რაღაცა ძალიან ცუდი ინტერპრეტაციას მიტოვებს, ნეტა რა არის. ეს არის ველოსიპედის შორტი, ახლა მივხვდი. ანუ ეს ანუ ეს ტრაკი რო დაიცვას, ძალიან რბილია, ნახეთ გამზისგია და ეს თავისი მამაკაცის აღჭურვილობა რო დაიცვას საჭეჭყვისგან და უკანალი, ანუ საჯდომი ეგრეთ წოდებული, ამას ესე ჩაიცმევს ადამიანი ველოსიპედზე ვინძის. ზომა არ ვიცი, ემია. ესეც საიტზე დაიდება. რაც არ უნდა ღირდეს, მაინც დავდებ. ნახოთ აბა, შემდეგში გადევს. შემდეგში დევს ტრანსკუტურ რაღაცა. რაღაც სენსორი არის, აი, განახებთ. მივხვდი რაც არის, ეხლა გავხსნი და განახებთ. საკმაოდ კაი რაღაცა და ესეთი იმდენი დამეგროვდა, როგორც სხვადასხვანაირი ფორმებით, ანუ ძალიან ბევრნაირი მაქვს. დასადგომი, ხელზე მისაწებებელი, ტრაქში გასაკეთებელი, აუ, რა ვიცი, ბევრი რაღაცა მომივიდა მსგავსი. მაგრამ ესეთი მოხდილი ჯერ ასეთი არ ყოფილა თავის ყუთშია ხალხო. ნერვების სტიმულატორი არის და ეხლა გეტყვით როგორ მუშაობს. ესეთი რაღაცა არის. აი ესეთი პულტია, რომელსაც ადამიანი ახატია. შიგნით დევს აი ესეთი რაღაცეები, ბევრი ძალიან, ერთდება ამაზე. ესეთი მოყვება 2 ცალი, აქ ერთდება 1, მეორე ერთდება აქ, ესე. აი ეს თავები, ეხლა ამას აღარ გავხსნი კაბელს. ეს თავები ერთდება მე აი ამეებში, აი ამეებში ესე. ამას იწებებ ხელზე, ფეხზე, ტრაქზე, რა ვიცი, სადაც გინდათ და ელექტრულ იმპულსებს უშვებს. და კუნთის სტიმულატორი არის, ანუ კუნთი მე წინაზე გავიკეთე, კუნთი ესე თამაშობდა თავის რაღაცებს და კუნთებს ასტიმულირებს. ძალიან კაი რაღაცა არის. ვინმეს დაავადება თუ ჭირს, გავსი რომ კუნთების სტიმულირება სჭირდება, მისთვის არის კაი შეება, ვინც ვარჯიშობს, მისთვისაც არ ვიცი რისთვის არის, მაგრამ ფაქტია მუშაობს. მე რომლებიც მაქვს მუშაობს, მაგრამ ეს ყველაზე კაია მათ შორის, რაც მე მაქვს. ყველაზე ნორმალური ვიზუალით და დაწმუნებული ვარ, კარგიც იქნება. საიდან იხდება? ეგეც არ ვიცი, on-off. აი, ჩაირთვა, მოდი ვნახოთ. ერთ ცალს გავხსნი და მოდი განახებთ როგორია. აი, ესეთია. ეს უნდა შევუყაროთ ამაში. აი, ესე ბოლომდე ალბათ. ამას აძრობთ. მე როცა ამას გავყიდი, ამას გადავაგდება თქმა უნდა, ჩემ კანზე მიკუს არ გავყიდი. ეს ერთი ცალი უბრალოდ სატესტოდ, სათვალისწინო წავიდა. მიკეთებთ აი აქა მაგალითად ხელზე. ეს ფუნქციები უნდა დაალაგო, მე მგონი. აქ ალაგებს სად გიკეთია ეს. ანუ მიკეთია მე ხელზე. ხო, აქ მიკეთია. მე მგონი ისე არ მუშაობს ყველა თუ არ შეაერთე. კაი, მეორედ შევაერთოთ მაშინ, მოდი. მე მგონი ისე წრედი არ იყურება თუ არ შეაერთე. კაი, მეორედ შევაერთოთ. და ვნახოთ, ეხლა თუ კივილი დავიწყე, მე ნახეთ თქვენ. ორივე ერთ ხელზე დაიკარიო, მეუბნებიან კულისებიდან იმედი მაქვს ფეხებს არ გავჭიმავ, ხელები მიუთითე. აი ხა გააკეთე. აი ხა მაგ ტყავს დენი. აი ხა ნახე.
ვა აი ხა ხელებს საერთოდ მე არ მომოძრავებ თვითონ მozgavs თვითონ 12-ზე მაქვს დაყენებული ნახეთ ვაიმე აი ხა თვითონ აკეთებს ეს ისე რა ქვია მოწყობილობა ამ ყველაფერს აკეთებს თვითონ ანუ დენს მიგტყავს კუნთებში და თვითონ აკეთებს ძალიან მაგარია ვეღარ ვაჩე და 12-ზე მაქვს და ეხა ვნახავ მაქსიმუმ ვაიმე მაგარია მიგტყავს აუ ძალიან 15 წუთი არზე მქონდა დაყენებული 15 წუთი ესე უნდა ერტყა ა და ემიო და ემი გას ნიშნავს ემი ემი ვნახოთ გას ნიშნავს აზე მქონდა დაყენებული ემი ცოტა სხვანაირად უყავს დენს აი ეს ეხა ემი 7-ზე მაქვს და 7-ზე უკვე რევს მიკეთებს და აუწევს ცოტას აღლა აისა აუწი იმას რა ქვია ვერც უძალიან აი ხა გაუძალიანდები აი ცდი ვერ უძალიანდები ესეთი მაგარი რაღაცა ვა აი ხა თვითონ მაკეთებინებს ამას ნახე ისე მაგტყავს კუნჩი ვერ უძალიანდები გო აქნა და 10-ზე მაქვს აბა მაქსიმალური კაი ძალიან მწარია ძალიან ვერ გავზრდე ვა ნუ ერთი სიტყვით ეს იყო რა ძალიან კაი რაღაცა არის თვითონ მაკეთებინებდა ამ რაღაცას სტიმულირებას ფარფლაუზებს ხელი ამიგანკალა დიასფიცება კუნთი მიგანკალებს ეხა გამოცოცხლა კუნთი შეიძლება ვიდეოში ნანახი კონტენტ კიდევაც გოგოები უყიდულობენ ხოლმე თავიანთი ბოიფრენდებისთვის რაღაც მისაწებებლებს მუცელზე გვაკრავენ ხოლმე რომ აი გოგოს menstrualური სტივილი არის ეგრე შეიგრძნონ ხოდა ზუსტად ეს ვარიანტია ამებს ჩემთვის დავიტოვებ იმიტომ რომ მე ვიხმარე ესეთი მაქვს კიდე მე რამოდენიმე ხო ესეთი მოყვება ძალიან ბევრი მოყვება 4 ცალი მე 5-ს იყო მე 5 დარჩება ჩემთან აქ იქნება იმიტომ რომ ჩემ ნახმას ვერ მოვაყოლებ ძალიან მაგარი შეგრძნება იყო გამომოფხიზლა წარმოიდგინე ეს რომ ხელზე ზიგეთია და ფეხებზე ზიგეთია რა მაგარია აი მართლა გამოგასოცხლებს რაც ნახეთ ახლა ძალით არაფერი არ გამიკეთებია ესეთ რაღაცებს მაკეთებინებოდა მართლა ეს აუცილებლად გაიყიდება და დაიდება ჩემს საიდზე და კაგული ამანათების წერტილი ჯი ძალიან კაი რაღაცა შეიძინეთ ემოციები გაუძვალეთ მე ერთმანეთს დაგჭა ორი ამანათი ავიღოთ ცოტა ბრტყელი სანამ ამას გავხსნი ისევ შეგახსენებთ რომ ჩემი მხარდამჭერია Georgian Time ამანათების გადაზიდვის კომპანია რომელსაც პოლონეთიდან საქართველოში და საქართველოსთან პოლონეთში ჩააქვს ამანათები რაიმეს გამოძეკათ უგნებავთ პოლონეთიდან შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ან ვინმესთვის გაგზავნოთ უგნებავს რაიმეს შეგიძლიათ დაუკავშირდეთ არიან ძალიან სკაფები ჩამოვთ ძალიან მალე არანაირი ნივთი არ დამზიანებია 5 წელია მათთან თანამშრომლობა არანაირი პრეტენზია რაღაცას არ მქონია ასე რომ გირჩევთ თუ გახდეთ მათი მოხმარებლები ეხლა ვნახოთ რადებს ამაში ბრტყელი ყუთია ცოტა მაგარი აი powerbank-ს ყუთები აქვს ხოლმე ეგეთია და იმედია მეორე powerbank-ი არ ამოგვივა თერმომეტრი ამოვიდა მისაკრავი მისაწებებელი აი ესეთი ეს კაი რაღაცაა. ჩემი წინა ვიდეოებს თუ უყურებთ, წინა ვიდეოში სამომივიდა, ოღონდ რამოდენიმე ცალი პატარა და ეს უკვე სხვა ლეველია. ამაში იდებს ესეთი დიდი თერმომეტრი, აი ესეთი დიდი თერმომეტრივით და თავისი რაღაც მოყვება. ეს რა არის, არ ვიცი. მე მგონი ეს აწვდის, ეს სადმევა დადგა, ეს აწვდის ამას მონაცემებს და უბრალოდ ამაში ჩანს. ეს indoor სენსორია, ეს outdoor, შეგიძლია გარეთ დადო და გარედან გეუბნება ტემპერატურა რამდენია, ეს შიგნით ვეზომავს. შეიძლება იმდენი ხანი იყო ყუთში ჩართული რომ დაჯდა, ამასაც არ გამოვგიცხავ, ელემენტებს გამოუსვამ, ნახავ. თუ იმუშავა, ჩემთვის გამოვიყენებ, იმიტომ რომ ძალიან კაია. ეზო კი არ მაქვს, სხვა ოთახში დავდებეს და მეუღლის მეორე ოთახში დავდებ. კაი რაღაცა არის, მომეწონა. და ბოლო ამანათი, რაიმე, რაღაცა კაი ჩანს, მაგრამ ისეთი რომ ვერ ხვდები რა არის. ელექტრონული, ღვინის ელექტროგამხსნელი. ღვინის მოყვარულებო, ესე გამოიყურება. აი ესეთია. ღვინის ბოთს ხსნის ავტომატურად. ამდენი რაღაცა მოყვება, მე თუ შევა. ბიჭო, ამდენი რაღაცა პირველად ნახე ღვინის გახსნეს მოყვებოდეს. ნახე. ესე. ესეთი რაღაცა არის. ღვინის გამხსნელი, მაგრამ მოყვება იმდენი რაღაცა, რომ აზე არ ხდება საერთოდ აზე არავინ. მე ხა ამებს არ გავხსნი, მაგრამ მოყვება კიდე უამრავი რამ. და რეებია ვერ მივხვდი. ღვინოს რო გახსნი, ღვინოში ჩადო. ეს მოყვება. აი ესა. ღვინოს ჩასადებია. ღვინოს რო თავზე დააფარო, შემდეგ ეგ მოყვება. დამტენი მოყვება. ეს ღვინოსში რო ჩადო და
და ღვინო გადმოასხა შემდეგ, ეგ მოყვება, ხატია კიდევაც, მე და ეს თავის ჩასადები მოყვება, ყველაფერი შეგიძლია ჩადო აქ, აი ესეთი რაღაცა იჭდება ბოლოს. ძალიან მაგარი რაღაცა, ესეც ყველა ვარიანტში ჩემს საიტზე აიტვირთება გასაღიდად. დაკარგული ამანათები წერტილი G. სულ ეს იყო მეგობრებო, ძალიან კარგი ამანათები იყო, ძალიან მომეწონა. ერთი სიტყვით სულ ეს იყო, გამოიწერეთ ჩემი არხები, ჩემი სოციალური ქსელები, ყველა სოციალური ქსელში ვდებ ხოლმე ვიდეოს, სხვადასხვა ხარისხებით. ასე რომ ყველა სოციალური ქსელში თუ ადამიანს თვალყურს ძალიან კარგი იქნება თქვენთვისაც, ჩემთვისაც და აბსოლუტურად ყველასთვის. გამოიწერეთ ჩემი გვერდები, გამოიწერეთ Georgian Times გვერდები, იმიტომ რომ მხარში მიდგა ისინი რო არა ეს ყველაფერი არ იქნებოდა და გასაყიდი ნივთების სანახავად შედით ჩემს საიტზე დაკარგული ამანათები წერტილი G. წარმატებები ყველას.